რუსეთის პრეზიდენტი მოქალაქეების კითხვებს პირდაპირ ეთერში პასუხობს, როგორც ცნობილია ამ დროისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ტელეფონის მოკლე ტექსტური შეტყობინებებისა და ინტერნეტის საშუალებით 2 მილიონზე მეტი მიმართვაა შესული. პუტინს კითხვებს უსვამენ არა მარტო ქვეყნის სხვადასხვა ქალაქიდან, არამედ საზღვარგარეთიდანაც. მთავარ თემას უკრაინის მოვლენები წარმოადგენს, ბევრი კითხვა დაისვა ყირიმის შესახებ. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ანტიკონსტიტუციური გადატრიალება მოხდა. რუსეთის პირველმა პირმა სიცრუე უწოდა განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან. რუსეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში სიტუაციის დარეგულირება მხოლოდ დიალოგის გზით არის შესაძლებელი და არა სამხედრო მეთოდებით. ყირიმზე საუბრის დროს პუტინმა განაცხადა, რომ ყირიმის რუსეთთან შეერთება წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი და ის შექმნილი სიტუაციისა და პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა. იანუკოვიჩი თანახმა იყო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე 2004 წლის კანონმდებლობის დაბრუნებაზე, დეკემბრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებზეც. თუნდაც ეს უფრო ადრე ერთ თვეში ჩატარებულიყო. ის ყველაფერზე თანახმა იყო. თუმცა როგორც კი იანუკოვიჩმა კიევი დატოვა მისი ადმინისტრაციული შენობა და მთავრობის სახლი დაიკავეს. უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა.